параметры. სამარყანდი, უზბეკეთი, 2025 წლის აპრილი. ევროკავშირი ახალ ერას აცხადებს. ახალ ერას ევროპასა და აზიას შორის არა მხოლოდ თანამშრომლობის, არამედ პარტნიორობის. თანამედროვე სამყაროში ენერგეტიკა ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ განსაზღვრელ ფაქტორად იქცა. რუსული გაკვეთილები როგორც იქნა ისწავლა დასავლურმა ცივილიზაციამ და შესაბამისად იწყებენ გრძელვადიანი პროექტების განხორციელებას. In an increasingly fragmented world, the Trans-Caspian transport განგრძობითად ფრაგმენტირებულ სამყაროში ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი გააძლიერებს თანამშრომლობას თქვენს ხუთ ქვეყანასა და ევროპას შორის. მაგრამ მხოლოდ ინფრასტრუქტურა არაა საკმარისი. მარტივი სასაზღვრო კვეთა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის აუცილებელია, რომ მივაღწიოთ შავ ზღვაზე. დახურული საზღვრების 3 დეკადის შემდეგ საზღვრების გახსნა სომხეთს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის გარდამტეხი იქნება. ეს დაახლოებს ევროპას და ცენტრალურ აზიას როგორც არასდროს. is going to be a game changer. And it will bring Europe and Central Asia closer together like never before. They don't just contribute. არა, არ მოგჩვენებიათ. სამხრეთ კავკასიაზე საუბრისას საქართველოს არ უხსენებიათ. ახლა, როდესაც უკრაინაში რუსეთის სამწლიანმა სრულმასშტაბიანმა ომმა და ტრამპის იზოლაციონისტურმა პოლიტიკამ ახალი შესაძლებლობები გახსნა, ბიზნე ივანიშვილის და მისი ქართული ოცნების გამო საქართველოს ამ სივრცის მიღმა რჩება. საქართველოს არსებით დილემას წარმოადგენს ის, რომ მას არ ყავს ხელისუფლება, რომელიც ლეგიტიმაციით სარგებლობს. ანუ დასავლელი პარტნიორებისთვის, რომლებიც არიან გადაწყვეტილების მიმღები პირები, ისინი დიალოგის მაგიდასთან ვერ ხდებიან იმ პირებთან, რომლებიც დღეს საქართველოს დე-ფაქტო არიან დაპატრონებული. ეს არის ფუნდამენტური პრინციპული დილემა, რომელიც უბრალოდ უშუალო მოლაპარაკებებს ხელს უშლის. ამავდროულად, ამას უკვე კონკრეტული პოლიტიკური კონტექსტი აქვს, მათ ივანიშვილის წარმომადგენლებთან დიალოგის წარმართვა არ უნდათ, იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ ივანიშვილი არის რუსეთის წარმომადგენელი რეგიონში, ანუ ივანიშვილი არის რუსული ინტერესების გამტარი რეგიონში, რუსული ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმდინარეობს ახლა მოლაპარაკებები დანარჩენ ქვეყნებთან იმისთვის, რომ ევროპამ თავისთავად სწორედ რუსეთისგან დაიცვას. ამიტომ ბუნებრივია, რომ ეს ორი მოცემულობა, როგორც ფაქტობრივი, ისე პოლიტიკური, ხელისშემშლელია, რომ საქართველოსთან რამე დიალოგის წარმოება შესაძლებელი იყოს. დიალოგში, სადაც საქართველოს არაა, განიხილება ევროპის და ცენტრალური აზიის თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის გავლით. საუბარია არა მხოლოდ ენერგორესურსების მიწოდებაზე, არამედ ბრიუსელი მზადაა მილიარდობით ინვესტიცია ჩადოს ცენტრალური აზიის 5 ქვეყნის ეკონომიკაში, რესურსების მოპოვება წარმოებაში, ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებაში. Powers around the world are carving out new spheres of influence. ძალები მსოფლიოს გარშემო გავლენების ზონების გადანაწილებაზე ფიქრობენ, მაგრამ აქ ცენტრალურ აზიაში ჩვენ ვაჩვენებთ, რომ არსებობს სხვა გამოსავალიც. ცენტრალური აზია ამაყი, სუვერენული ერების რეგიონია, ანტიკური ისტორიით და დიდებული ამბიციებით. თქვენი სტრატეგიული მდებარეობა გზას ხსნის გლობალური ვაჭრობისთვის და ინვესტიციებისთვის. ეს ინვესტიციები გაამყარებს სუვერენიტეტს, გააძლიერებენ თქვენს ეკონომიკებს და რაც მთავარია, შექმნის ახალ მეგობრობას. ნამდვილი მეგობრები სწორედ სუვერენიტეტის განმტკიცებაში ეხმარებიან. ის, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები სრულ უფრო ხშირად და თამამად იღებენ სუვერენულ რუსეთისგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ამას სტატისტიკა ამტკიცებს. დღემდე უმეტესობა ამ რესურსების ექსკლუზივი მის გატარებაზე და რეექსპორტზე ქონდა რუსეთის ფედერაციას, მაგრამ ბევრი ქვეყანა, მათ შორის ყაზახეთიც უკვე სერიოზულად ცდილობს დივერსიფიცირება მოხდა. სხვა შორის, აქაც იყო საუბარი საქართველოსთან და საქართველოს უთხრა, რომ რკინიგზის გამოვლობა არ ყოფილა და მოკლედ რუსებს ხელი არ შეუშალეთ ჩვენ. არ არის გასაკვირი, ახლა პირდაპირ კონტროლი აქვს რაღაცებზე მოსკოვს აქ, მაგრამ ევროკავშირს დაუბრუნდეთ, ევროკავშირს უნდა იპოვოს ალტერნატივა, თან გრძელვადიანი და მყარი ალტერნატივა იმისი, რომ რუსეთის ენერგეტიკა ჩაანაცვლოს საბოლოოდ. კასპიის ზღვა არის ესეთი ერთ-ერთი, შეიძლება მთლიანად თუ არა, დიდი ნაწილის ჩანაცვლება შეიძლება მოხდეს. საქართველოს ახალი
მრავალი პროექტის გვერდის ავლით. გარდა გეოპოლიტიკური დაუსაფრთხოების გარანტიებისა, არის ძალიან ბევრი კონკრეტული და პრაგმატული სიკეთე, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ვერ მიიღებს. და როცა კოცები თავს იმით იმშვიდებენ და იმხნევებენ, ჩვენ ეგრეთ წოდებული რეალპოლიტიკის და ახალი გარემოებების მიხედვით პოლიტიკას ვაწარმოებთო, ამაშიც იტყუებიან. საქართველოს დღეს რომ თბილისის დღეს რომ მართავდეს სუვერენული ხელისუფალი, მაშინ ის უშუალო მონაწილე იქნებოდა ამ პროცესის, იმიტომ რომ უშუალო ტერიტორიული მონაწილეა. ანუ მას პირდაპირ ექნებოდა როგორც ხმის უფლება, ისე პირობების დაყენების შესაძლებლობა და უფლება იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებებში თავისთვის სუვერენული და სახელმწიფოებრივი ინტერესის მნიშვნელოვანი საკითხები გამოივაჭროს. იქნება ეს ტარიფები, იქნება ეს მილსადენების საკითხები, იქნება ეს სამომავლო სავაჭრო ხელშეკრულებები, სადაც თბილისის ხმა უნდა კონდეს, იმიტომ რომ მას შეუძლია ფუნდამენტურად ქვეყნისთვის საკეთილდღეო პირობები გამოივაჭროს. ამ შესაძლებლობას მოკლებულია ქვეყანა, ვიდრე მას არ ყავს ხელისუფლება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ესაუბრება. ჩვენ მივიღებთ მხოლოდ ცუდ საკითხს. რატო? იმიტომ რომ კარგის მისაღებად უნდა იყო წევრი ამ ოჯახის კლუბის, რომელსაც ვიყავით ჩვენ, ისე და ჩვენ თვით განყენებული იზოლაცია გამოაცხადეთ, მხოლოდ იმიტომ, რომ ნებისმიერი სანქციები, რასაც დაადებენ, თქვათ, რომ ეს არ არის ლეგიტიმური. ამიტომ გამოვეთიშეთ ყველაფერს ქართული ოცნების ინიციატივით ევროკავშირზე. ვარი თქვა ნათქვამი, ანუ შურულები ვარი გვაქვს ნათქვამი და რა თქმა უნდა, ახლა ბრიტანეთსაც უკვე და მალე ალბათ ამერიკასაც ლანძღავთ უკვე, იმიტომ რომ აი როგორ გაბიდეს რაღაც. ამიტომ ეს უზბეკეთში იქნება, დაოსში იქნება, სადაც არ იქნება. ჩვენ რომ რამე ხეერი მივიღო და საქართველოს მოქალაქეებმა უკეთესად იცხოვრონ, ამისთვის საქართველოს უნდა კონდეს ან ყატარის დონის რესურსები, რაც არ გვაქვს, ან უნდა იყოს ინტეგრირებული საერთაშორისო ეკონომიკურ სისტემაში. ესეთი მაგალითები ბევრია დაწყებული ბულგარეთით, ირლანდიით, პორტუგალით, როცა შედარებით მცირე ზომის ქვეყნებმა რაღაც 10 წელიწადში შეძლეს ხარისხობრივად გაუმჯობესებინა თავისი ეკონომიკა, მაგრამ ეს შეძლეს ევროკავშირის. ევროკავშირზე უარის თქმას ივანიშვილის ხელის ბიჭები ერთი ხელით ბრიუსელის პოლიტიკით აპრაობენ და მეორეთი ჩინეთთან დაახლოების გზით გლობალურ ეკონომიკურ ურთიერთობაში დარჩენას პირდებიან საკუთარ მრევლს. თუმცა ცენტრალურ აზიაში გამართულმა პირველმა ევროპულმა სამიტმა ეს შესაძლებლობაც მინიმუმამდე დაიყვანა. იქნება ეს ჩინეთი თუ იქნება ეს სხვა ცენტრალური აზიის ქვეყნები პირდაპირ დიალოგში შედიან. ანუ ეს არის შემაფერხებელი გარემოება, რაც საქართველოს თამაშგარე ვითარებაში ტოვებს, ეს ერთი არაძლევს მას შესაძლებლობას, რომ თავისთვის ხელსაყრელი პირობებით იესპარეზოს ამ დიალოგში და რაც თავარია საფრთხეს უქმნის, რომ სამომავლოდ საერთოდ საქართველოს გვერდის ავლით მოხდეს, შედგეს რაღაც ტიპის მოლაპარაკება, იმიტომ რომ როგორც არ უნდა ვთქვათ ოფიციალურ ბაქოს დღეს განსხვავებული პოზიციები ქონდეს, საბოლოო ჯამში ეს მიმართულება ბაქოსთვის პრიორიტეტულია, მნიშვნელოვანია, სტრატეგიული ინტერესის არის და ადრე თუ გვიან დაინტერესდება ამ დიალოგში. რაც შეეხება ალიევს, ქართული ოცნების პროპაგანდა საქართველოს მოქალაქეების ტვინის გამორიცხვას ალიევის განცხადებით აგრძელებს, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ამბობს, სამარყანდში სომხეთი და აზერბაიჯანი რომ ახსენეს, საქართველო რატომ არაო და იქვე ამატებს, საქართველოში არსებული პრობლემები საქართველოშივე უნდა გაირკვას, ბრიუსელი არ უნდა ჩაერიოსო. ალიევის ინტერესი ამ შემთხვევაში რეგიონში სომხეთის მზარდი გავლენაა და მისი დაბალანსება. შესაბამისად, მისი რიტორიკაც სწორედ ამას ეფუძნება. ალიევი ძალიან პრაგმატულია. მან ახლა ამ პირობებში ხედავს ესეთ თანამოწესებით. ეხლა იმიტომ რომ საქართველოს მხრიდან არავინ არ ელაპარაკება აზერბაიჯანის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. აქ ხდება ლაპარაკი პირადი და მცირე ჯგუფების ინტერესებიდან გამომდინარე, თუ ბიზნესშულის ბიტკოინების ქარხანა რამდენად იმუშავებს უპასოდ და კახაკალაძის რაღაც ისეთ შაიკა ბოდიში და რამდენად შეძლებს მოიპაროს პული ამ გარიგებებიდან, გადაყიდვებიდან ერთი იმიდან მეორედან და ეს ცხარდაშვილის თუ ვიღაცების კომპანიები რო ყიდულობენ და მე იმად გაროყიდულობს რომ საქართველოს ეგეც სქემებით არის. ეგ არის პრობლემა, რომ სახელმწიფო ინტერესი არ არის. და ალიევი ამ პირობებში აკეთებს იმას, რასაც თulis საჭიროდ აკეთებს. ხო, დღეს ის კი აღარ არის საქართველოს არის კარიბჭე აზერბაიჯანის სომხეთს და დიდი ხანი აღარ ლიდერობას დაუკარგეთ და დღეს უკვე აზერბაიჯანი თქო გვეპატრონება ჩვენ აქეთ, როდესაც ეს ყოველთვის პირიქით იყო და ჩვენ ვიყავით ყოველთვის ისა. ესეც ბატონი ბიზნესმენის მიღწევა ამ კაც გადავაყოლეთ მთლიანად ყველაფერს.
ივანიშვილი ასეთ განვითარებაში პრობლემა ხდება არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებისთვის. ევროკავშირი და შეერთებული შტატები მას არათუ არ აღიარებენ, აღარც კი ელაპარაკებიან. ხოლო კობახიძის გახშირებული ვიზიტები ცენტრალურ აზიაში სწორედ იმას მიუთითებს, რომ შესაძლოა ამ ენერგოგიგანტებმა მიახვედრონ ივანიშვილი, რომ ახალი პროექტის განხორციელებას ხელს უშლის. ხელს უშლის იმდენად, რამდენადაც დასავლეთისთვის ის აბსოლუტურად მიუღებელია. ხოლო საქართველო მისი გეოგრაფიის გამო აღნიშნული პროექტისთვის ბევრი კუთხით აუცილებელი.